მოდიოდი შემოვიყვანოთ ჩვენი ტელემაყურებელი. ალო. მოგესალმებით, გამარჯობათ და გისმენთ. ალო, გამარჯობათ. გიორგი მასალკინი, რესპუბლიკის პარტიის ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარე. გამარჯობათ, ბატონ გიორგი, მოგესალმებით. მე მინდა მთელი პასუხისმგებლობით განვაცხადო. ქართული ოცნება, კოალიცია ხვალ ამ მიტინგში, რომელიც თავდამოწმე პოლიტიკურ ხასიათს ატარებს, მონაწილეობას არ ღებულობს. ბატონ მურმანს ბუნებრივი აქვს უფლება მიიღო სამიტინგში მონაწილეობა, ის რომ ის არ არის კოალიცია ქართული ოცნების წევრი. ასოცირებული წევრი, ეს მე პირადად ასეთი ტერმინი ამსმენია. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენი პოზიცია, რომელიც გამოქვეყნდა გუშინ წინ, ემთხვევა იმ პოზიციას, რომელიც 1 წლის წინ გამოქვეყნდა რესპუბლიკურმა პარტიამ. მეჩეთი სახელმწიფოთა შორის ხელშეკრულებით არ უნდა აშენდეს. ამაზე ყველა პარტია შეთანხმებულია. იმ ადგილას, სადაც თქვენ ატარებთ მიტინგს, მეჩეთი არ აშენდება. და მეორე ადგილზე აშენდება. არ დახვიდეთ ეს. მეჩეთი არ აშენდება, თურქეთის მიერ და 150 მეჩეთი, რომელიც აშენებულია აჭარაში, აშენებულია თურქული ფულით. და თუ თქვენ მიტინგი მურმან ჩაატარეთ, ქიმერიძეს რო კლავენ პოლიციაში, აი ამაზე უნდა ჩაატარო მიტინგი. დავიღალე შენი. ბატონ მურმან, ერთი წუთი, ბატონოგი არ დახვიდეთ ეთერიდან. მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ. ქართული კოალიცია ქართული ოცნების სახელით ნუ ლაპარაკობ. ბატონოგია. ქართული ოცნების წევრი ხვალ ადეს და არა, იმიტომ რომ ჩვენ მომხრე მეჩეთის აშენებისა. და მოდი გუშევეჩებრებით ერთმანეთს პატრიოტიზმში და შენ ვისი გაწყვეტილია ესაფლავი ბატონოგია. ერთი არ აშენდება იქ მეჩეთი ეს იცის ყველამ და იცის შენ ძალიან კარგად. იქ არ აშენდება, სად აშენდება? მაშინ ეგ რა თქმა იქ არ აშენდება. მუსულმანები იქ სადაც ჩათვლიან საჭიროდ. ძალიან ხო, ნუ სპეკულირობდა ქართული ოცნების შენ ქართული ოცნების წევრი ხარ თუ ნაციონალური მოძრაობის ასოცირებული და რაღაცები ეს შეგიძლია ბატონოგია მომისმინეთ ერთი წამი ხო შეიძლება საქმეს აკეთებს ძალიან გადაცემა ობიექტივი რაღაც ბატონოგია თქვენ გაცხადებებს დააკვირდით ძალიან მსხობთ რა თქვენ პასუხსაგებთ ამ განცხადებას ეს არის ზეწოლა თავისუფალ მედიაზე ეს არის ჩვენი დისკრედიტაციის მცდელობა ობიექტივის დისკრედიტაციის მცდელობა მე შევახსენებ ტელემაყურებელს რომ ამ წუთებში ბათუმის 25 არხის ეთერში ძალიან ხას უსვამ ძალიან სერიოზული რამ ხდება რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი თავისუფალი ჟურნალისტების გაერთიანებას მედია კავშირ ობიექტივს რომელიც თითოეული თქვენგანის პოზიციას გამოხატავს შავ რაზმელებს გვიწოდებს და შავ რაზმულს იწოდებს ბატონოგია გპირდებით რომ თქვენ გია მასალკინი პასუხსაგებთ ამ სიტყვებისთვის რა ირმა ინაშვილი ობიექტივი ჟურნალისტების სახელით გეუბნებით თქვენ პასუხსაგებთ ამ განცხადებისთვის მე ძალიან კარგად ვიცი რა ხდება ბათუმში მე ვიცი რომ ბათუმში თქვენი დახმარებით როგორც ჩანს იმიტომ რომ თქვენ შავ რაზმელებს გვეძახით და კიდე არიან ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციები და ასევე მედია ჯგუფები რომლებიც ობიექტივის წინააღმდეგ კამპანიას იწყებენ მე მაქვს ინფორმაცია ამის შესახებ და გპირდებით რომ მივხედავთ ჩვენ ამას და მთელ ამ სქემას რაც იგეგმება ჩვენ წინააღმდეგ აუცილებლად გამოვააშკარავებთ უბრალოდ გასაოცარია თქვენი ასეთი დამოკიდებულება თავისუფალი მედიისადმი და იცით რა მირკვირს ყველაზე მეტად სამწუხაროა რომ გახვედით ეთერიდან თუ იქნება საშუალება კიდევ ერთხელ მე ვთხოვ ჩვენს კოლეგებს რომ შემოგიყვანონ ეთერში თუ დარეკავთ ძალიან სამწუხაროა რომ თქვენ ბატონოგია ეხლა ხართ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი რესპუბლიკელები ხო სწორია არ არის ბატონო ირმა არა ძალიან შავრას ეს არის ძალიან თქვენ იმის მაგივრად რომ თავისუფალ მედიას ეხმარებოდეთ არ ვიცი წამოგცდათ თუ არ ვიცი რა ხდება რა დაგემართათ ეს არის ბრძოლა ეს არის პირდაპირ ბრძოლის გამოცხადება ჩვენთვის და წააგებთ ამ ბრძოლას მე გეუბნევით რა ესე იგი აბსოლუტურ უმცირესობაში არის სხვათა შორის რესპუბლიკური პარტიის საოცარი ტრანსფორმაცია ხვალ ბატონი გიორგი ხვალ 31 უგაცრავად დღეს 31 მარტს 2 საათზე შუადღისას იწყება ეს მიტინგი მე გაჩვენებთ უამრავ ადამიანს რომელიც არის ქართული ოცნების წევრი და მიტინგში მიიღებს მონაწილეობას ეხლა სიმართლეებისად ბატონო გურმანი კიდე რა მიდადა ქართული ოცნება მიიღებს თუ არა ამ მიტინგში მონაწილეობას ან წინააღმდეგობის მოძრაობა ინიციატორია ერთ-ერთი ემსახურება ორგანიზაციებზე კი არ არის კაცო ხალხის ნებაა მთავარი ხალხის ნებაა მთავარი ხალხი რას გადაწყვეტს პარტიები კი არა
პარტიებმა თავი უნდა დაანებონ ამ ხალხს რა პარტიები დირექტივას ვერ მოგცემენ ჩვენ რა